გამარჯობათ. ჭეშმარიტი რწმენის ერთ-ერთი მთავარი მტერი არის ძალაუფლება. რწმენა ჭეშმარიტის არსებობს და დამახინჯებულიც ყალბიც. აი მაგალითად იოანეს სახარების მე-16 თავის პირველ მუხში წერია იქ მაცხოვარი ამბობს, რომ უწინასწარმეტყველებს მოწაფეებს, რომ გამოყრიან სინაგოგებიდან და ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება. ანუ ჭეშმარიტების მდევნელებსაც წამთ ღმერთის, მაგრამ ეს რწმენა დამახინჯებულია, რაც გამოიხატება ზუსტად ჭეშმარიტების დევნაში. ჭეშმარიტი ღვთისმსახური ყოველთვის დევნილი იყო, წარსულშიც, დღესაც და მომავალშიც. ამა თუ იმ ფორმით ხდება ეს დევნა. იმიტომ რომ ჭეშმარიტი ღვთისმსახური არის ამოუცნობი და არა ამსოფლიურად მოაზროვნე და წუთი სოფელს ზულს ასეთები, მაცხოვარი ამბობს ამასაც, რომ სოფელმა ჯერ მე შემიძულა და მერე თქვენ. მე თუ მდევნიდენ, თქვენს დაგიწყებენ დევნას. მაგრამ ეს სხვა სასაუბრო თემა, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. მოციქული იაკობიც თავის ეპისტოლეში წერს, რომ ეშმაკებსაც წამთ, მაგრამ შიშით კანკალებენ. ჭეშმარიტი რწმენა კი ეს არის ამის მაგალითი მოგცა თავად უფალმა იესო ქრისტემ. დაგვანახა როგორია ჭეშმარიტი რწმენა. და ამის ერთ-ერთი მთავარი მტერი არის ძალაუფლება, როგორც გითხარით. ასეთი მოარული ფრაზა არსებობს, ყველა ბევრმა თქვენთაგან მაიცით, ეს გაგონილი გექნებათ, ასე ვინ თქვა აღარ მახსოვს, მაგრამ ასეთი ეს ასე ჟღერს. ძალაუფლება ხრწნის, აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსოლუტურად ხრწნის. აი ვინც თქვა ეს პირველად, მან სწორად დაინახა აი ეს მომენტი. ფორმალურ რელიგიას მიწიური სამეფო სჭირდება, მას ღმერთი არ სჭირდება. ფორმალური რელიგიის ღმერთი არის ძალაუფლება და მამონა, ანუ სიმდიდრე, დიდება, პატივი. აქ ჭეშმარიტ ღმერთს ვერ იპოვით. მას, ანუ ჭეშმარიტ ღმერთს იპოვით არაამსოფლიურ შინაგან ქრისტიანობაში. რადგან ქრისტიანობის ღმერთი არის თვინიერი და თავმდაბალი იესო ქრისტე. რა არის ქრისტიანობა? ქრისტიანობა ეს არის ადამიანის გული, რომელიც ცხოვრობს ქრისტეს მადლში, სიყვარულში. ადამიანური ურთიერთობებისთვის აუცილებელია გულწრფელობა. სწორი ჯანსაღი ურთიერთობებისთვის, ასე ვთქვათ, ნებისმიერ სფეროში. პოლიტიკაში კი, რომელიც გაჟღენთილია სიცრუით, რომელ გულწრფელობაზეა ლაპარაკი. პოლიტიკა ეს არის გონების შეპყრობილობა, წარმავალი, მიუღწეველი წარმოდგენებით. ცრუ წუთისოფლის ეფემერული, ცვალებადი, მიწიური მიზნებზე მიჯაჭვულობა. ეს არის პოლიტიკა. ამიტომ არის ადამიანებს შორის უთანხმოება და განხეთქილება ხშირად, რომელიც ზოგჯერ ომამდეც მიდის და ადამიანები ექცევიან ერთმანეთს სასტიკად. პოლიტიკაში არ არის სულიერი სამყარო, რადგან აქ სული დაყოფილია ანგარებად, სიცრუეთ და რისხვად. ანუ რა არის პოლიტიკა? პოლიტიკა არ არის მოყვასის სიყვარული. ამის პარალელურად კიდე სამყარო არის ძალიან ლამაზი, ულამაზესი. პეპლიდან დაწყებული, რა ვიცი, აი მზის სხივებით დამთავრებული, ულამაზესია სამყარო თავისი, აი ახლა გაზაფხული ძალაში შედის და გამწვანდება ტყეები, მდელოები, ხო? ულამაზესი ტბები, მდინარეები, მთები. აი ეს ყველაფერი ჩვენ გვახსენებს იმ დროს, როცა
დედამიწა იყო ერთი, როგორც ერთი აყვავებული ბაღი. არ შეიძლება გულგრილი დარჩა, ჭვრეტდე ღვთის შემოქმედებას და გულგრილი დარჩეს შეუძლებელია. და აი ეს სამყარო ამ სილამაზეს გთავაზობს უანგაროდ. მაგრამ აი ბოლოს რა მინდა ვთქვა, რომ მოვა დრო და წერია ეს წმინდა წერილში, რომ აღდგება სამოთხე, განიღმრთობა მთელი სამყარო. აი რამდენად გწამს ეს, აი ეს ერთგვარი დატესტვა წმენის. გწამს კი რომ ეს მოხდება, აი ფიქრობ ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ მატერიალიზმში ჩაფლობილ ადამიანს არ ახსოვს ეს და ამიტომ ცდილობს რომ აქ მოიწყოს, მიწაზე მოიწყოს სამოთხე. ეს შეუძლებელია, ეს მიუღწეველია. მიწაზე სამოთხე, ანუ ამ ცხოვრებაში სამოთხეს ჩვენ ვერ მივიღებთ, ასე ვთქვათ. აქ განსაცდელები, სირთულეები გარდაუვალია. ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ მატერია სამყაროც განიღმრთობა. ეხლა როგორ იქნება ეს ზუსტად არავინ არ იცის. მე არ ვიცი. ეხლა თუ იცით ვინმე, დამიწერეთ იქ კომენტარში. მაგრამ ეს მოხდება, იმიტომ რომ წმინდა წერილში ბევრგან წერია, რომ უფალი ამბობს, რომ ჩემგან ფუჭად არ გამოდის სიტყვა, რომ არ შეასრულოს თავისი ასე ვთქვათ, საქმე, არ მიაღწიოს მიზანს. და უფალმა შექმნა ულამაზესი სამყარო, იმისათვის, რომ ადამიანმა ბედნიერად იცხოვროს ამ სამყაროში. უბრალოდ როგორც თითოეულ ადამიანს, ისე მთელ სამყაროს აქ გასავლელი რაღაც ეტაპი, სადაც უნდა დამარცხდეს ცოდვა და ასე ვთქვათ, გავიმარჯვოთ ბოროტებაზე. აი ეს მინდოდა მეთქვა, რომ კარგია თუ ეს გონებაში გვექნება, როგორც იმედი ეს რამდენად გწამს ამის ეს განსაზღვრავს, აი რამდენად სწორია შენი რწმენა და რამდენად ცოცხალია რწმენა. და გაიმედებს და სახარება იმიტომ ქვია ქრისტიანულ წერილებს, იმიტომ რომ ეს სასიხარულო ცნობა, ასე ემას ნიშნავს, აი რუსულად ეხლა სხვა ენაზე არ ვიცი, ბლაგაია ვესტ, ანუ სასიხარულო ცნობა, ადამიანს ემცნო, რომ ღმერთი გამოისყიდიდა მათ ცოდვისგან ადამიანებს და აღანდგენდა აი პირველ ქმნილ სამოთხეს. აუცილებლად მოხდება ეს და ადამიანს უნდა ახსოვდეს ეს, მეხსიერებაში გქონდეს ჩვენ. ამის გარეშე ჭეშმარიტი რწმენა არ არსებობს. თუმცა ჭეშმარიტი რწმენა შეიძლება ესეთი სიტყვა რო გამოვიყენოთ, დატესტვა, შეიძლება სხვა, აი მაგალითად რამდენად გწამს სულის უკვდავება, რამდენად გწამს მაგალითად მკვდრით აღდგომა, რომელიც წერია წმინდა წერილში და წამშიც არის ეს მოცემული, ხო? იქ ბოლო პუნქტებში წერია, რომ მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, ანუ მარადიულ სიცოცხლეს. აი ეს სასიხარულო ცნობა რამდენად გწამს აი მატერიალში ჩაფლულებს, როდად რომ უნდა გაგვახსენდეს და განვავითაროთ ასე, ეს გავაცოცხლოთ ჩვენში ჭეშმარიტი რწმენა, რაც თანაზიარს ხვდის ქრისტესთან.